ჩემი საამაყო მეგობარი და ჩვენი საზოგადოების მშვენება, მანანიკო იგულავა ჩაგვერთვება ელენე კვანჭილაშვილის დილის 10 საათიდან. ბევრ საინტერესო ამბავს გაგვიზიარებს მანანა იგულავა, რომელმაც ყველაზე კარგად უწყის ამ ქალაქში და ქვეყანაში რას აკეთებდა და რას საქმიანობდა საქართველოსთვის ტურიზმის სოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლიკაშვილი, რომლის კანდიდატურა საქართველოს მმართველმა პარტიამ უკან გამოითხოვა. დაელოდეთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გელით დილის 10 საათიდან ელენე კვანჭილაშვილის ანალიტიკაში. როცნებამ ზურაბ პოლიკაშვილის კანდიდატურა UNWTO-ს არჩევნებიდან ისე მოხსნა, რომ ფაქტია პოლიკაშვილს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ირაკლი კობახიძე უკვე მეორე დღეა თავს არიდებს დეტალურად პასუხის გაცემას მთავარ კითხვაზე, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. მისი ყველა პასუხი მხოლოდ მინიშნებებით სრულდება და ინტერპრეტაციის ველს ტოვებს. ამასთან მისთვის ჯერ არავის დაუსვამს კითხვა, რატომ დაუჭირა მხარი ოცნებამ საბოლოო ჯამში გაერთიანებული საამიროების კანდიდატს და რატომ არ წარადგინა პოლიკაშვილის ნაცვლად ისევ საქართველოს მოქალაქე UNWTO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე. მანანიკო უგულავა იქნება ჩემი სტუმარი ამ ბლოკში. მოგესალმებით მანანიკო, უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. აი პირადად თქვენთვის რას აჩვენებს, ან რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ იქიდან, თუ როგორ მოექცა ქართული ოცნება საბოლოო ჯამში ზურაბ პოლიკაშვილს. მოგესალმებით, მადლობა თვის პირველ რიგში არ მიმყოფები საქართველოში, ესეც სიმბოლურია, ვარ უზბეკეთში, სადაც ერთი წლის წინ 80-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ზურაბ პოლიკაშვილის კანდიდატურას, რათა შემდეგ არჩევნებშიც მიეღო მას მონაწილეობა და გამხდარიყო მესამე ვადით გენერალური მდივანი. რას ნიშნავს და ჩვენი ქვეყნისთვის მე ამით დავიწყებდი და შემდეგ გავცემ თქვენს კითხვას პასუხს ქართულმა ოცნებამ რა გადაწყვეტილება მიიღო. პრინციპში იმას ვიტყვი, რომ ამაზე პასუხი მე არ მაქვს. უბრალოდ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვისაუბრო ზურაბ პოლიკაშვილის დამსახურებაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე და მსოფლიო ტურიზმის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ. თავარი ელენე, გესმით ჩემი? გესმით ჩემი ხმა? გესმით? მე ისმოდა ჩვენ? კი, თქვენი ხმა ისმის, რა თქმა უნდა, მოგცემთ იმაზეც საუბრის შესაძლებლობას, რას ნიშნავს ზოგადად ის, რომ ქართველი არის ასეთ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რა მოუტანა ამან საქართველოს, მაგრამ ამავდროულად მინდა რომ მაინც აი ეს ნაწილიც ამოვწუროთ, რომ ეს გზავნილიც იყოს აქედან, ხომ, ჩვენი ეთერიდან, ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ აი არ ვიცი რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რომელსაც თავისი ქვეყნის ხელმძღვანელობა სთხოვს რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას, ხო? რომელი გადაწყვეტილებების მიღებაშიც ის შეიძლება საერთოდ არ იყოს თავისუფალი თავისი როლიდან გამომდინარე, ხო? ანუ ამან შექმნა პრობლემა, რაც გავიგეთ გუშინ თავად ზურაბ პოლიკაშვილის საუბრიდან, ხო? ამიტომ აი ამ ვფიქრობ, რომ ამის გაანალიზება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენი მაყურებლისთვისაც. მესმის უბრალოდ ზურაბს თვითონ არ აქვს პასუხი ამასთან მიმართებაში და სთხოვს პრემიით, რომ ახსნას ეს გარემოება, ასე რომ გამიჭირდება ამაზე პასუხი გაქცეთ. ნამდვილად არ ვიცი, რამ განაპირობა. რამდენიმე ვერსიაა, რომელი მათგანია სწორი, ამას ალბათ პასუხი მათ უნდა გასცეს. კარგით, მოდი ვისაუბროთ მაშინ. არ მაქვს პასუხი. ვისაუბროთ მაშინ იმაზე, რას ნიშნავდა, ანუ რა მოუტანა ზურაბ პოლიკაშვილის გენერალურმა მდივნობამ საქართველოს. აი თქვენ როგორ ხედავთ ამას? კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. ზურაბ პოლიკაშვილის 8 წლიანმა
საქმიანობა მეტად მნიშვნელოვან თანამდებობას დავიწყოთ იმით, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი არის ერთადერთი ქართველი, რომელიც იკავებს ასეთ მაღალ თანამდებობას საერთაშორისო არენაზე. და ეს ძალიან საამაყო იყო და არის და იქნება. სოფლიო ტურიზმის საქმიანობის განვითარებაში აქვს მას უდიდესი წვლილი შეტანილი და ამას ერთ გადაცემა არ ეყოფა, ნამდვილად გადაცემათა ციკლის სჭირდება. ამიტომ მოდით გავამახვილოთ ყურადღება რა იყო ეს საქართველოსთვის. არა ერთი ინიციატივა, რომელიც გვახსენდება 2020 წლის აღმასრულებელი საბჭოს ხდომა საქართველოში. მსოფლიო ტურიზმის ღვინის კონფერენცია, 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში. ITB ბერლინი, ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა, სადაც საქართველო იყო მასპინძლის სტატუსით და ასე შემდეგ. განათლებაში მისი როლი არის უსაზღვროდ დიდი. 2017 წელს, როდესაც ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოს სამში არის ეს სკოლა, სადაც ლეროში, შვეიცარიული სკოლა, რომელსაც ძალიან გვინდოდა რომ წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველოს და ეს იყო აბსოლუტურად არარეალური, მხოლოდ მისი დამსახურება და მისი პატრონაჟის ქვეშ მოხდა პროგრამის განხორციელება. ასევე ძალიან ცნობილი სკოლა SHL, რომელმაც უბრალოდ ნომინალურად სიმბოლურ თანხად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში განხორციელებინა პროფესიული განათლების პროგრამა და დღეს ჩვენ ვხედავთ უამრავ წარმატებულ კურსდამთავრებულს. ონლაინ აკადემია, რომელიც უკავშირდება ზურაბის სახელს და ხუთივე სკოლა EHL, SHL, ლეროში, გლიონი, საუკეთესო რეიტინგული სკოლები, რომლებმაც განახორციელეს პროგრამები და შემდეგ სწორედ მისი დამსახურებით საუდის არაბეთმა გამოყო სტიპენდიები და ყოველთვის პრიორიტეტი იყო ქართველი. აი, ნამდვილად ამას დამემოწმება ყველა. ეხლა ალბათ გვიყურებენ კურსდამთავრებულები, მონაწილეები სხვადასხვა პროგრამების და ყველა დამეთანხმება. ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ლუცერნის უნივერსიტეტის, სადაც არავის ეგონა, რომ შვეიცარიული სკოლა, რომელმაც გახსნა და ზურაბის პატრონაჟის ქვეშ გაიხსნა ეს სკოლა მადრიდში, 50%-იან დაფინანსებას მიიღებდნენ ქართველები. ყველას ეგონა, რომ მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეებისთვის იქნებოდა ეს ხელმისაწვდომი. ესეც იყო ზურაბის დამსახურება. არ ვიცი, აი, უბრალოდ ძალიან ბევრი საყოელი და გასახსენებელი, ორი რამ რაც ხაზგასასმელია QS-ი, ალბათ სმენიათ, მაგრამ განმარტავ, ეს არის ყველაზე მაღალ რეპუტაციული, რეიტინგული ორგანიზაცია ანალიტიკური, რომელიც რეიტინგებს ანიჭებს უმაღლეს სასწავლებლებს და უნივერსიტეტებს. ზურაბის ჩართულობით და მისი ინიცირებით ტურიზმი როგორც დარგი შევა QS-ის რეიტინგში. ეს არის ისტორიული მოვლენა. საერთაშორისო ბაკალავრიატი IB, ესე იცნობს საზოგადოება, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო აკრედიტებულ პროგრამებს, ტურიზმი როგორც საგანი შევა IB-ის სკოლებში და ესეც არის პირველი პრეცედენტი, რომ მოზარდები სკოლაში შეისწავლიან ტურიზმს როგორც საგანს. არ ვიცი კიდევ რა გავიხსენო, საერთაშორისო დამსახურებას რაც შეეხება ბრაზილია, საუდის არაბეთი, რეგიონალური ოფისები და მუდმივად ხაზგასმა, რომ ის არის ქართველი. დამნიშნულოვანია, რომ საუდის არაბეთის ოფისი სწორედ 26 მაისს გაიხსნა. ხო, აი, როგორ გესმით, როგორ გესმით მაშინ, როგორ მოხვდა თქვენს კურსს ის განმარტება, რაც როგორც თქვენ თქვათ ირაკლი კობახიძემ უკვე გააკეთა, ხო? და ეს განმარტება იყო შემდეგი, რომ არადემოკრატიული იქნებოდა მისი, ესე ვთქვათ, მესამე ვადით წარდგენაო, ხო? დაიბარეს ჩვენი ელჩები და ამაზე, ესე ვთქვათ, გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ მესამედ გენერალური მდივნის პოზიციაზე იგივე კანდიდატურის წარდგენა არ არის ზოგადად მიღებული და არ არის ეს UNWTO-ს პრაქტიკა. ელენა, თავადვე შეცვალეს შემდეგ ეს ნარატივი, იმდენ რამდენ
არ შეესაბამება ეს სიმართლეს, როგორც აღნიშნეთ, ამით დავიწყე ჩვენი საუბარი, რომ შარშან უზბეკეთში 80-მა ქვეყანამ მისცა ზურაბის კანდიდატურას. ამას ჰქონდა ორი მიზეზი. პირველი, ერთ-ერთი მთავარი, რომ მას დაემთხვა COVID პანდემია და ძალიან შეეშალა ხელი საქმიანობაში, ამიტომ ეს პრეცედენტი დაიშვა და მეორე, ის ნდობა, რაც მან დაიმსახურა მსოფლიო ლიდერებისგან. მის პირველ არჩევნებზე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მივიდა ესპანეთის მეფე და თავად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება, ასევე ყველა ქვეყანაში, სადაც ის ჩადიოდა, ხვდებოდნენ პირველი პირები, მსოფლიოს ლიდერები და მან ნამდვილად მოიპოვა და ეს თავისი შედეგებით, საქმიანობით და იმ პროექტებით, რაც მან განახორციელა ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ამდენი ქვეყნის მხარდაჭერას ნამდვილად ვერ მოიპოვებდა ეს, რომ ყოფილიყო არადემოკრატიული გზა. ამიტომ ვერაფრით ვერ დავეთანხმებით ამის. ხო, თუმცა მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში რაც თავად ზურაბ პოლოლიკაშვილის საუბრიდან იკვეთება, ქართული ოცნება, ესე ვთქვათ, გაანაწყენა იმის გამო, რომ საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, საელჩოდან დემარშით წასული, ესე ვთქვათ, თანამშრომელი დაასაქმა თავისთან და შემდგომ, როდესაც ქართულმა ოცნებამ თხოვა მას, რომ გაეშვა სამსახურიდან ეს თანამშრომელი, ამაზე უარი მიიღო. ეს ზურაბ პოლოლიკაშვილისგან, რომლისგანაც, თქვათ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები, რაღაც მკაფიო, თქვათ, პოლიტიკური შეფასებები არასდროს მოგვისმენია, ხომ ალბათ მას შეეძლო, ესე ვთქვათ, თავისი ტრიბუნის, მაღალი ტრიბუნის გამოყენება, რომ გამოხმაურებოდა იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში მიდიოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, ხომ? მაგრამ საბოლოო ჯამში, ანუ მაინც პოლიტიკური გამოდის ის მოტივი, რა მოტივითაც ის დაისაჯა ქართული ოცნების მხრიდან. ანუ როგორი შედეგია ეს ქვეყნისთვისაც, მისი რეპუტაციისთვის და თავად ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილისთვისაც. როგორ ფიქრობთ? ზურაბი ვერ გააკეთებდა პოლიტიკურ განხადებებს და ვერც ახლა გააკეთებს, რადგან ის არის გაროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამიტომ ჩვენ მას ვერ მოვთხოვთ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას. რაც შეეხება საკმაოდ პოლიტიკური განცხადება. არა, მე გულისხმობ თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური განცხადებები ის რაც ხდებოდა ქვეყანაში, ხო? დიპვირთხა ეს უკვე იყო შედეგი გარკვეული მოვლენებისა, რაც ჩვენ ვიხილავთ. ქალბატონი თეა მაისურაძის დანიშვნა მიღება სამსახურში ზურაბმა ახსენა გუშინ თავადაც, რომ როგორც კი შეიქმნა დისკომფორტი, თეამ დატოვა თანამდებობა. და თუ რატომ მიიღო? იმიტომ რომ წლების განმავლობაში ყველა განვლილ არჩევნებზე ეს ქალბატონი ჩართული იყო მის არჩევნო პროცესში და მაინც გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შემდეგ ქალბატონმა თეამ თავად დატოვა დაკავებული თანამდებობა. ასე რომ ვერ გეტყვით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არ არის მკაფიო და არ ჩანს რა არის მიზეზი და ზურაბით ითხოვს ამაზე პასუხს. ამიტომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ახლა რაღაცა ვივარაუდოთ, რაში იყო საქმე. რამდენიმე ვერსია. ქვეყნის რეპუტაციასთან დაკავშირებითაც მინდა რომ გკითხოთ ეს. მით უმეტეს რომ თქვათ, კარგი, თქვათ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვიეს, მაგრამ ისევ ქართველი რატომ არ წარადგინეს თქვენი აზრით, აი ამ ესე ვთქვათ, მაღალ პოზიციაზე, ან ისევ საქართველოს მოქალაქე, ხომ? ანუ ამბობენ რომ ხარს დაუჭერენ გაერთიანებული ესე ვთქვათ, საამიროების კანდიდატს. ანუ ეს ლოგიკა გასაგებია თქვენთვის შექმნილ ვითარებაში? ეს აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ეს გამორიცხული იყო. ზურაბ პოლოლიკაშვილს საქართველოს იმაში არ დახმარებია ნამდვილად, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილი ყოფილიყო. ზურამ ეს თავისით მოიპოვა და დაიმსახურა. რასაკვირველია შემდეგ ყოველთვის ეხმარებოდა ქვეყანა და გვერდში ედგა უკვე არჩევნების დრო.
საჭირო იყო რაღაც ფორმალური ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ზურაბი რომ მოხდა იქ, სადაც მოხდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მის დამსახურება და ეს არის ძალიან საამაყო და გასაკვირი. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რაც მან შეძლო და რასაც მან მიაღწია. ამიტომ ეს ნამდვილად არ მიკვირს, რომ სახელმწიფომ რაც ალტერნატიული ქართველი კანდიდატი არ წარადგინა. ამას არავითარი მომავალი და შედეგი არ ექნებოდა. და რეპუტაციასთან დაკავშირებით და სამომავლოდ თქვათ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აი ამ მაგალითს, ესე ვთქვათ, ტურიზმზე, ქვეყანაზე, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ. აი ამ ნაწილში როგორია თქვენი ანალიზი? ზურაბმა როდესაც არჩევნები მოიგო, მაშინ თქვა, რომ ეს არ არის ჩემი გამარჯვება, ეს არის ქვეყნის გამარჯვება. და ეს ასე იყო. შესაბამისად, რასაკვირველია, თვის ეს არის დამაზიანებელი, სახიფათო და არც თუ ისე სასურველი შედეგების მომტანი. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. ძალიან სამწუხაროა პირველ რიგში ქვეყნისთვის. როგორმე შეიძლება ამის გამოსწორება და ამ რეპუტაციის, ესე ვთქვათ, გაუმჯობესება ახლა როგორ ფიქრობთ? ვერ ვხედავ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ გზას, რომ ეს გამოსწორდეს. ეს გაფუჭებული საქმე უკვე აღარ გამოსწორდება. ქვეყნის რეპუტაციის მიმართებაში. ნამდვილად. კითხვის ნიშნები თქვენს გრჩებათ, გაინტერესებთ ამ კითხვის ნიშნებზე პასუხები? მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხები დაბრუნდეს ქართული ოცნებისგან და ზუსტად ვიცოდეთ, რა გახდა мотиваცია, ესე ვთქვათ, ისე რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა საერთოდ არ იცოდა, რომ გადაწყვეტილება იყო უკვე მიღებული მისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, აი აქ რაღაც სიცხადე შევიდეს აი ამ გადაწყვეტილების, ესე ვთქვათ, დასაბუთებაში. კი, აუცილებლად ეს არის ბრალდება და ამაზე უნდა მოვისმინოთ პასუხი, რადგან ჩვენ, რასაც ხედავდით, აი ამდენი წლის განმავლობაში ეს იყო ეროვნული ინტერესების დაცვა ზურაბის მხრიდან, უამრავი ორგანიზაციის, უამრავი ადამიანის ხელშეწყობა ნებისმიერ მათ საჭირო საქმიანობაში და დაცვა საქართველოს ინტერესების. ამიტომ რასაკვირველია ამაზე უნდა მოვისმინოთ პასუხი. უღრმესი მადლობა. დიახ, ხომ არ გნებავდათ რაც დასრულება გაგაწყვეტინეთ, მე მგონი. არა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი, მანანა უგულავა ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი იყო ჩემთან ერთად.